მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაზე და გამოუძიებელ საქმეებზე დღეს განცხადებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ახალგაზრდა ადვოკატები აუცილებლად მიიჩნევენ, ბოლომდე იყოს გამოძიებული ყველა გახმაურებული საქმე. უფლებადამცველი ნიკა მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია გამოძიების კითხვებს უპასუხოს. შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენა, თუკი არ იქნება ქვეყანაში სისტემური დანაშაულებები გამოძიებული და სათანადოდ დასაბუთებული, თუ რომელ შემთხვევასთან, რომელ საქმესთან დაკავშირებით ქონდა სწორედად სისტემური დანაშაულის ნიშნები. ნაციონალური მოძრაობა დღე-დღე ამას ქადაგებს, რომ როგორ შეიძლება პრეზიდენტი დაიკითხოს. რას ნიშნავს როგორ შეიძლება? თუ კითხვები არსებობს, რატო არ უნდა დაიკითხოს და ბუნებრივია ეს გაგვიანებულიც არის, რომ აქამდე არ დაიბარეს იგი გამოძიებამ დაუსწრებლად წაყენებული უნდა იქნეს ბრალი ამ პიროვნების მიმართ. თუ კი არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ადამიანს გარკვეული დანაშაულებები აქვს ჩადენილი და საუბარი 10 ეპიზოდზე, 10 საქმეზე, რომელსაც მას მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, დანაშაულები აქვს ჩადენილი. დაუსწრებლად ბრალის წაყენების შემდგომ გამოცხადდება მისი საერთაშორისო ძებნა.